დილა მშვიდობისა, დილა სიხარულისა და დილა სიყვარულისა ჩემო მეგობრებო. შაქარ როგორ ჩავყარე და ყავა საყიდელი მაქვს. არ ვავსებ, მაგრამ ამ ჭიქაში მივიდეთ, იმიტომ რომ ის ჭიქა პატარაა წითელი და შაქარსაც რომ ამატებ, უფრო მეცვას ხო. და ის პატარაა. აუ, მე გავიგე. გუშინში ვუკვეთე თემო. ესე იგი ამ თვეში ცოტა ისე ჭკვიანად უნდა ვიყო, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თვე მქონდა. და ვიფიქრე რომ 50 ლარი და მეტისას არ შევუკვეთა თქო და მაინც გამოვიდა 86 ლარი. იმიტომ რომ რაღაცები მქონდა არჩეული ბევრი ამოვიღე კიდეც იქიდან და ქვია კალათიდან, მაგრამ თორნიკეს უნდა ისა ჩაიდან ჩაი უყვარს თორნიკეს ძალიან და ჩაიდან უნდა და ის დასაყენებელი ფერის. ხოდა იქ შევუკვეთე 20 ლარად იაფიანი შევუკვეთე სხვათა შორის, რომელიც მოეწონა ის 51 ლირს კერამიკის თუ მეტალის უჟანგავ შავი პეწეწინა ისეთი კაი იყო და მე იმასაც ვუყიდე. რაოდენა ევას შევუკვეთე კიდე ისინი. ტრუსიკები. მაინტერესებს როგორ ხარისხი ჩამოვა. ისა ერთი რაღაცა კიდე შევუკვეთე 2 მოიცა დავიჭდეს რა. ორი სამკაული მეგდო იმაში. კალათაში. დიდი ხანია რა. ვერცხლი. მაინტერესებს ძალიან ანუ ვერცხლი 925 სინჯი უწერია და ერთი როგორი ჩამოვა. ზეგინდა კიდე ეხლავე. ხოდა თან მაინტერესებს ერთი როგორი მართალი ვერცხლია და მგელი ვერცხლია თუ როგორი ვერცხლი ჩამოვა თუ ჩვეულებრივი ჩამოვა რა ვიცი 10 ლარი ღირს საყურე თან არც ისეთი ნუ ფოტოზე რა ვიცი არ არის პატარა და ვნახოთ. ხოდა მაგას თავიდან 10 ლარი ღირ და ძალიან საყვარელი გული და ისა აი აქ რო იყო პანდორას სამკაიმას გავს აქვია სამაჯურს. ხოდა ეგეც რაღაც 9 და რაღაცა ღირდა და ესე იგი რომ უნდა მეყიდა მითხრა რომ მაგას აქვს ოღონდ ანუ მარტო ერთ ცალზე შეგლიაო ეგეთ ფასდაკლებით სარგებლოდ ყვა ბევრი რო აიყიდონ მაგ ფასად ანუ ერთ თეთრად ვიყიდე სამაჯური მინდოდა 2 ამეღო მაგრამ არაო მეორე ჩვეულებრივი ფასით იქნება. ხოდა ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება და როგორი ჩამოვა. რაღაცა 24 საათიანი ის იყო აქცია. ხოდა მოკლედ ესეთი ამბავი. ნახოთ ფრები ჩამოყვივა. ეხლა მარიამის წყალობით ევას იმდენი ტანსაცმელი აქვს რომ კიდე кайხანი არაფერი არ მოგვიწევს რომ ვიყიოთ. მე კიდე სოფიას წყალობით მაქვს ბევრი ტანსაცმელი და თორნიკე და ანდრიას კიდე ვუყიდი, იმიტომ რომ მათი მამა მაძლევს ყოველ თვე ბავშვების ტანსაცმლისთვისაც ფულს და გავალთ ახლა ერთი დღე და ვიყიდით რაღაცებს. ასე რომ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ეხლა გადავხედოთ აბა კომენტარებს. ერთ კომენტარზე მინდოდა მეპასუხა.
კიტო, სალომი ძირფასო, ეს ახლა ვნახე და როგორ გამიხარდა. განამარტა შენ გაქვს ახალი იდეა, სხვასაც აძლევ მოტივაციას, დაფიქრდეს, იქნებ მეცადა. წარმატებას გისურვებ, რასაც ყოველთვის გამოგდის, უკვე ვხედავ შენ ბედნიერ სახეს, შენი გაკეთებული ფრცხილებით. მადლობა ძირფასო. ერთიანად ვიყიდე მე თემუდან და 150 ლარი დამიჟდა და ვიკეთებ სახლშიო. ისა ხო, კლიბი, საშრობი, კიდე რა? ჩვენთან ქობულეთში ძალიან დიდი თოვლი არის, რაღაც ძალიან ცუდი ამინდებია, თოვლი, ქარი, შტორმი, ყველაფერი ერთად საშინაობა ღამეებს ვათემ შიში. რატო ძირფასო, რატო? ანუ სხვა რო არა დიდდეს? როგორ მინდა თოვლი, როგორ მიყვარს ღმერთო. სოფო, ნინი კინო საქართველოსთან არის სალონი ლედი და მუშაობთ მანზე პროფესიონალი მასტერი ქეთი ქვია. მთელი გული გირჩევ, მართლა ძალიან კმაყოფილი დარჩები. ვა, მადლობა, არ ვიცოდი. კინო საქართველოსთან. იქით ხარ თუ აქეთ? სალონი ლედი, კაი, ვიპოვე. Когда я увидела на Беглаве на столе, я хотела рыдать, я так скучаю по Грузии. Дзирფასო რა საყვარელი ხარ. ბორჯომი ხო არის, ბორჯომიც არ არის? ანუ იმპორტი. რა მაგარია, მეც ძალიან მინდა და თან ზის ფერი მიყვარს ყველაზე მეტად, რომ მისვია ისე რომ არ მბეზდება. კარგი იდეა დამება და მეცო. როგორ მიხარია ღმერთო. ლელა გამარჯობა ჩემო ლამაზო ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებ. ნინი მომწონს შენი აზრი შილაკზე ნათქვამი თვით სწავლაზე ყველაფერს შეეძენ და ისწავლი. კიდევ შენი მიზანდასახულობა ვიცი. კიდევ გეტყვი გისურვებ შენ ოცნებას და ჩანაფიქრს მალე შეესხას ფრთები და აგესულ და შემოძვირფასო. მადლობა ჩემო საყვარელო. აი, იცი რა არის? ესე წამომივლის ხოლმე რაღაცები თავში აზრად და მე რო ვფიქრობ ხოლმე, აი გუშინ არ გამოვიწერე მაგალითად შილაკის რაღაცები, იმიტომ რომ მინდა რომ ჯერ დავფიქრდე, ანუ ნამდვილად მინდა თუ არა და არ მინდა რომ ტყუილად ვიყიდო და დავყარო მე ეგენი აქ. მეშინია ცოტა. ფრთხილები არ გავიფუჭო. ნინი ძვირფასო არიან მაგის სპეციალისტები, რომ ასწავლიან მისვლითაც და ონლაინ სწავლებაც აქვთ. ორთვიანი სერტიფიკატს მოგცემენ, თან გეტყვის რები უნდა იყიდო. ჩემთან ეგრე ისწავლა, თან შეიძლება ყველაფერი თავის თავზე ვარჯიშობდა და ისწავლა. შენ რომ გინდა შენ თავზე ონლაინ ზუსტად საშენოა წარმატებები მომეწონა ეგაზე ძალიან შენ თვითონ გინდა რომ შეისწავლო. ხო, ვიცი, აი ონლაინ არ ვიცოდი რომ იყო, პირველად გავიგე და ეგ ძალიან კარგია, მაგრამ მე ის ვიცოდი რომ არის, ანუ უბრალოდ მასტერ კლასები და ისა დამწყებებს რა ქვია, სასერტიფიკატო კიდე. მაგრამ შესაძლებელი რა, მაგრამ ისეთ ფასებია ხალხო რომ რა ვიცი, ჯერ ხო ისიც უნდა იმას ქნა რა ქვია, იყიდო მასალა და მე ეგეც რო გადაიხადო, რა ვიცი, 1 წელი ივლი მასტერთან მაგ ფული, შეიძლება მეტი და 1 წელზე მეტი იქნება, სულ არ მინდა ეს ფრთხილი. ხო და რა ვიცი, ძალიან მებევრება. როგორ არ ღირს მათი შრომა, მაგან არ ღირს, მაგრამ მე რადგან სპეციალისტად მუშაობას არ ვაპირებ და მარტო ჩემი თავისთვის მინდა, ვფიქრობ, რომ არც ისე ეკონომიური დაჯდება მაგ შემთხვევაში. ნინი მართალი SSSL. ნინი მართალი ხარ ყველაფერში სამ თვეში დავიკერი 5 კილოს სტრესის, შიმშილის და ვარჯიშის გარეშე. მეტი არ მინდოდა. ცხოვრების მშვენიერება დიახაც, რომ ზომიერებაშია შენ შემოგევლე ძვირფასო ადამიანო. გასწავლი როგორ დაიკლო წონაში კალორიების ცვლის გარეშე მეთქი რო იყო. აი ეს არის ზუსტად რომ ნებისმიერ წონაზე ჩვენ შეგვიძლია რომ დავიკლოთ. აი ძალიან გთხოვთ რომ თუ რო გაიგებთ რომ კალორიების გარეშე გასწავლი როგორ დაიკლო, არ იფიქრო რომ ეს იქნება შეზღუდვის გარეშე. ანუ არ არსებობს წონაში დაკრება შეზღუდვის გარეშე. მაშინაც კი როცა იმ პროდუქტებს ჭამ, რომელიც შენ გიყვარს, მაშინაც კი როცა დრო შეზღუდული არ გაქვს. ანუ კალორიაში უნდა გქონდეს შეზღუდული, მაშინაც კი თუ კალორიებს არ იცვის, ხვანაირად ვერ დაიკრებ. ანუ კლება ხდება დეფიციტის დროს და შენ შეიძლება არ გინდოდეს და არ იცოდე და არ დაითვალო და არ ჩაუღრმავდე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს დაითვლი თუ არა,
არსი იგივეა. თუ რამდენიმე ლუკმით ნაკლებს ჭამ, ესე იგი ის რამდენიმე ლუკმა მიგდის დეფიციტში, რაცაც ადრე ჭამდი, ხო? თუ იმ 3 ლუკმას ჭამდი და ზემოდან კიდე შემდეგ 3 ზედმეტს აყოლებდი, ამ შემთხვევაში 6 ლუკმა მგებდით, რომ ძალიან მისახვედრად ყველამ რო გაიგოს ისე. და შესაბამისად, ანუ მე იმიტომ ვთქვი, რომ კალორიების გარეშე და ამების გარეშე და იმების გარეშე, რომ ანუ ადამიანისთვის იყოს მარტივი და ვისაც უნდა, ანუ ის შეძლოს, შენ თუ არ გაეწყე იმისთვის, რომ მე უნდა დავიკლო და მე უნდა მოვიკლო ამიტომ, ანუ მაშინ არ არსებობს, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით ადამიანი მიდრეკილია სულ მზარდისკენ. ანუ წონა არ არსებობს. ადრე მე მეგონა, რომ აი მე რომ 45 კილო ვიყავი და რაღაცა ესე იგი ძალიან ბევრ რამეს ვერ ჭამდი, ძალიან მკაცრად ვიყავი კალორიებზე, მართლა საშინელი პერიოდი იყო და ცოტა ჭამდი რეალურად ძალიან და მე ამდენი წელი დამჭირდა, რომ ნივთიერებათაც ვარზე მომეყვანა. ხო და მაშინ ვნატრობდი, რომ აი რომ დავინახავდი ქუჩაში წონიან ადამიანებს, ვიძახდი რა ბედნიერება მეთქი, ხა ესე ჭამენ თქო, კი აქვს მეტი წონა მეთქი, მაგრამ აი ჭამს მეთქი და ვფიქრობდი, რომ ხა ამ ხელას ხეულიო შეინარჩუნოს, რამ ხელაც აქვს მეთქი. მაგალითად, თუნდაც მე 70 კილო ვიყავი, ეგეთი რომ დამენახა ქუჩაში, ვფიქრობდი, რომ ეს რო შეინარჩუნოს, რამდენიმე ჭამოს მეთქი, იმიტომ რომ მართლაც მე ახლა მაშინ ჭამდი სადღაც 800 კალორიას თუ ჭამდი მანგასაც და ის ადამიანი კიდე სადღაც 3000 ჭამდა, ხო? მაგრამ ნახელაში საქმე. შენ რომ 800 მიეჩვიე და 800 ჭამი, ის 800 შენ ბევრი გეჩვენება და ის ვინც 3000 ჭამს, იმას ის 3000 ცოტა ეჩვენება და ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც კვეთრად გამოხატული ჭარბი წონა აქვს, გეტყვის რომ მე არაფერს არ ვჭამ. მე არაფერს არ ვჭამ, იმიტომ რომ შიმშილის გრძნობა არის ძალიან გაძლიერებული, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანი შეჭამს ლუკმას იქ, ანუ 500, 600, 1000 კალორიად შეიძლება ადამიანმა ჭამოს, აი იმან დატოვა, ამან დატოვა, ეს იგდებს, ხელი რაღაცას წამოავლო, იქ ცოტა თხილი შეჭამა, იქ ცოტა შოკოლადი შეჭამა, იქ ცოტა ჩიპსი შეჭამა, ორ-ორი ლუკმა და ანუ მართლა რომ არ ჩათვლის საჭმელად ადამიანი თუ არ ერკვევი ამ ყველაფერში, ხო? და იმის თქმა მინდა რომ არ არსებობს რომ გქონდეს დიდი წონა და ეს დიდი წონა იდგეს. ანუ წონა თუ არ აკონტროლე, მუდამ მიდრეკილია იქითკენ რომ წავიდეს ზევით. ანუ ეს მიდრეკილი არ არის იქით რომ ქვემოთ წავიდეს. იმიტომ რომ რეალურად წონა რომ მიდრეკილი იყოს იქით რომ ქვემოთ მიდიოდეს, ჩვენ ძალიან ადვილად შეიძლება ვერ გაგვეყო ისე მომკვდარიყავით, ხო? ამიტომ სიცოცხლისკენ მიისწრაფოს ჩვენი ორგანიზმი და წონა რეალურად მიისწრაფოს სულ მზარდობისკენ, რომ ვაიდე შიმშილისგან არ მოვკვდეთ ჩვენ. შესაბამისად ამას სულ უნდა ყურადღების მიქცევა და ამას სულ უნდა ასე ვთქვათ პულსზე ხელის დება, მაგრამ ეს არ ნიშნავს გადავარდნას რაღაცა უკიდურესობაში, თუმცა შენ უნდა იცოდე რომ მე ეხლა ვიკლებ. ანუ შენ არ უნდა იფიქრო ისე რომ ეხლა მე თავისით არ დაიკლებ. შენ თუ ამისთვის მზად არ იქნები, შენ თუ ამისთვის არ გაიჭირებ, კი ის 3 ლუკმაც ყოველ ჭამაზე ის 3 ლუკმაც მოგაკლდება. იმ შუალედებში რომ დადიო და აქეთ იქით რაღაცებს ჭამდი, იმას რო აღარ შეჭამ, ეგეც დაგაკლდება და გენდომება. და აი ამაზე უასწრო იტყვი, მე შედეგი გექნება. თუ არ იტყვი, არ გექნება შედეგი. ანუ აი რა ვიცი, თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს თითქოს არ უნდა ამის გაგება. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო რეალურად შედეგი რო დადო ყველაფერში. აი ძალიან ადვილია რომ ძალიან ადვილად მაგალითად მოიმატო 8 კილო, 7 კილო, 5 კილო, ხო, სიტყვაზე ვიძახი. და რა ძნელია რომ დაიკლო? 2 თვე, 3 თვე მაინც ხომ უნდა გაჩნია რა წონა გაქვს. ძალიან კომენტარი. მარი, ძალიან ბევრი ემიგრანტი მყავს ხოლმე, რომლებიც მუშაობენ მე ამა თუ იმ ქვეყანაში. Aici, ghetto-amabile ზედაფორმით დაგრძელება ბევრად ადვილია და რატო ერთულებრივ ქაღალდით არ ვიცი, ამბობენ რომ ქაღალდით უფრო ლამაზი ფორმები გამოყავთ. შეიძლება ასეც არის, მაგრამ რადგან მე მასტერი არ უნდა ვიყო და რადგან მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად სხვაზე, იმიტომ რომ სხვაზე შენი მუშა ხელით მუშაობ და შენზე მეორე ხელითაც უნდა იმუშაო.
ამიტომ არ ვიცი. 4 მარტს ვიწყებ ახალ ონლაინ ჯგუფს თუ ლაივში ვერ შემოღალ ერთი თვე იქნება გაკვეთილები ჯგუფში, რათა მოიცლი, მაშინ უყურებ, მაქვს ერთი გაკვეთილი მასალების და აპარატურის განხილვა მოსწავლეებთან. ვა, ეს რა მაგარია. კანი, გამარჯობა, მე ვარ შილაკის სპეციალისტი რუსთავი, მაქვს კურსები დასწრებითად და ონლაინ კურსები, თუ სული გაქვს, მოგწერ პირადში. ყველაფერს დეტალურად შეგასწავლი, მინიმალურ ფათად მაქვს ონლაინ კურსები და ბოლოს გადავცემ სერტიფიკატად. მომწერე ძვირფასობა თანხა მომწერე. თანხა მომწერე რამდენად. თამარი მე გასწავლი ონლაინ გეტყვი რა როგორ გაკეთდა რა საყვარელი ხარ ძვირფასო ხო ვიფიქრე რომ რაცა გავიკეთებ მეთქი ჩავსთავთ ლაივს და ვინც ერკვევა ისინი მეტყვიან რომ რაღაცას რომ ძალიან არასწორად რო გავაკეთებ რომ ეგრე არ უნდა ნინი ამოხმათა ცხიმიანი უსვია ევა ტიკტიკა საყვარელო პატარა ეს რანაირად მიჭირავს ხო რას ვკითხულობ არ ჩანს კარგი დღე გქონოდეთ ნინი მადლობა ძირფასო ირმა თუ სული გაქვს და მოინდომებ აუცილებლად გამოგივა საყვარელო არის რამე რაც ჯერ არ გაიგეთებია რაც გინდა და წარმატებებით შემლავ კი ზამბორი რამე მაგრამ მეთქვა საკმარისად არ მინდოდა მე კი ტოპი ბაზა პრაიმერი და გელი არ გამოიწერა თემუდან და შეიძლება ხო კი ეგენი ვიცი იმიტომ რომ ვუყურებ ხოლმე იმ ადამიანებს ვინც თვითონ იკეთებენ ამბობენ ხოლმე რომ ცუდი ხარისხის ჩამოდისო მაგრამ აპარატურა რასაც დავაკვირდი საქართველოში ზუსტად ის იყიდება რაც თემუზე ასე რომ მარიამ ნინ თავიდან პრაიმერი ბაზა და ტოპი გჭირდება პრაიმერი ბაზა და ის თავში რა როდის ტოპი ვიცი რომ ბოლოს არის თავიდან პრაიმერია მერე ბაზა და ბოლოს არის ტოპი ხო ასევე რამდენიმე ფერი რაც მოგწონს ასევე კლიპები ბილს და უხეშიც ყველაფერი უი კლიპები შევუკვეთე ორი კლიპი შევუკვეთე ქალის და ის ჭხირები და ნუ ეხლა ყველა ვარიანტში დამჭირდება ნუნების ჭხირები თიკა არც მე მქონდა ფული სწავლის და ჩემით ვისწავლე აი მე როგორ მიხარია ამას რომ ისმენ ერთი წლის განმავლობაში ისე დავიხეწე დღეს უმეტეს ნაწილს უთმობდი იქამდე ვაკეთებდი სანამ არ მიიღეს სიამოვნება ამის კეთებიდან ყოჩა უბრალოდ გელი ბაზა და ტოპი იყიდე კარგი ხარისხის უფრო გაგიმარტივდება წარმატებები შეძლებ რა თქმა უნდა დამიწერე რომელია კარგი ხარისხის თუ არ შეწუხდები ძალიან გთხოვ იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს ქრისტიანი იცადე იქნებ გამოგივიდეს სტაბედის მონახევრია თუ ცადემ გამომივა იმიტომ რომ სტაბედის მონახევრია როგორ როცა ერთხელ ვწდი და ორჯერ ვწდი და 4ჯერ ვწდი ნათიანინი ჭკვიანი გოგო ხარ და ყველაფერი გამოგივა წარმატებები თიმუს პროდუქცია არ გინდა რა რატო საქართველოში ეგ მე მგონი ქართველი ბიზნესი აგორებს მაგჭორებს თემუზე ესე იგი ზუსტად თემუს პროდუქცია იყიდება აქ ოღონდ მინიმუმ 10 და მაქსიმუმ შეიძლება მეტი ბევრად ფასებითაც ესაა უფრო ძვირი ასე რომ რავი უბრალოდ აი რაღაცები რაც მართლა ცუდი აქვთ რაც არ უნდა იყიდო აი რაღაცები რაც კარგი აქვს просто უნდა იცოდე რა იყიდო და რა არა მარი არანი შენ თარგიჩევ კურსი გაიარა და სახში დაიწყე კეთება საკმაოდ კარგი შემოსავალია მეც მანიკურის სპეციალისტია და ქალისთვის იდეალურია მადლობა ძვირფასო არა მე სპეციალისტი ვერ ვიქნები იმიტომ რომ ესე იგი იმდენად მე ხომ აქ ADHD და ეს არ არის ჩემი ინტერესის სფერო და როცა ჩემი ინტერესის სფერო არ არის და დიდხანს ყურადღების კონცენტრაცია მიწევს იქ სადაც ჩემი ინტერესის სფერო არ არის მე ჭუიდან გადავდივარ ამიტომ ფრჩხილები რომ გამიჭირდეს ჩემი არ არის ფრჩხილები ხილების გაკეთება. თუმცა კიდე გავმეორდები რომ მინდა რომ ჩემთვის ვისწავლო. ნუ მე ერთმა დაიგვაროს და რა ვიცი ცხოვრება მათაც რამე შეიძლება მოიტანოს და არასდროს არ თქვა არასდროსო, მაგრამ ანუ მე როგორც ხილების სპეციალისტი ჩემ თავს ვერ ვხედავ. მაგას ვიძახი და არ ვფიქრობ რომ ოდესმე მაგ განხრით ვიმუშავებ. უბრალოდ აი ჩაეწერე, მერე დროზე შეთანხმდი, მერე სახში შეთანხმდი რომ უნდა წახვიდე, მერე ის ამდენი საათი წადი მე ანუ თან მინდა რა აი ხო ხტებით ეგ ფერი დიზაინი ფორმა ექსპერიმენტი ხო ხტებით აი ეს ჩემ თავზე მინდა როგორც უყვარს ძალიან რომ მიდის მისცემს ამ თავის ხელს და რელაქსი აქვს სრული მაგრამ მე მიყვარს ჩემი თუ ვიკეთებ ყველაფერს ეს პროცედურებს ეგეთ ტიპი ვარ და რა ვიცი ანუ კი ნინი ღია ყავისფერით მისფერი ძალიან მოგიხდება. აი ვერ ვხედავ ჩემზე საერთოდ მაგ ფერს, ანუ საერთოდ არა. მიჩვენე ქერან, მიჩვენე წითელი, ანუ გულისხმობ სპილენძის ფერი. მიჩვენია რაც მაქის, მაგრამ ანუ აი ყავისფერი მე ხო ვარ, ესე იგი ფერების ის რო არის.
ცვეტა ტიპი არის რუსულად ქართულად რა ქვია, ფერების ტიპი, ხო? მე ვარ ზამთარი. და ზამთარს აქვს ანუ ძალიან დიდი კონტრასტი, სერიოზული უძლიერესი კონტრასტი გარეგნობაში. ანუ მე არ მიხდება ბაცი, ანუ ჩემი უნდა იყოს მკვეთრი, ანუ ხასიათიც ეგეთი, მაგრამ გარეგნულად უნდა იყოს მკვეთრი, უნდა ჭრიდეს თოს და ყურს, ანუ მე არ ვარ ის რბილი, ნაზი, ღია, ანუ არა, თუ ქერა, უქერავესი, როგორც მქონდა თეთრისკენ, თუ წითელი სპილენძის ფერი, ან შავი. სხვა ფერს მე ჩემ თავზე ვერ ვხედავ. თუმცა ბევრ ადამიანს ძალიან უხდება, მაგრამ მე არა. ყველა ძალიან დიდი მადლობა, ვინც კოტის იუბილე მომილოცეთ. ძალიან დიდი მადლობა. პაწე. ნინი ერთხელ მაგ ღამე შევიდება ძალიან და რამე მე შეგთხოვო. ეს არის რთული თემა. ესე იგი ღამე არ ჭამ ესე იგი. ან დღისით ჭამ ძალიან ცოტას, ან არ ჭამ დაბალანსებულად. გირჩევ იმას, რომ დღისით ჭამო მეტად დაბალანსებულად. ან აუცილებლად ჭამო ცილა, აი საღამოს. ბოლო ჭამაზე. ჭამე, ხორცი, თუ დაბალკალორიული გინა შეიძლება იყოს ქათმის, ან ხაჭო, ან კვერცხი, ან ყველი. ნუ, ყველაზე კაი არის თევზი, ხორცი, მერე კვერცხი და მერე ძის ნაწარმი რა, ხაჭოც კაი. ანუ ბოლო კვებაზე ჭამე ცილოვანი და ძალიან თუ მაგალითად იძინებ 12-6-ზე ჭამ, რაც არ უნდა ჭამო 6-ზე, მაინც მოგშივდება 12-მდე. ვერაფერს ვერ ვუსავ. და თუ მაგალითად იძინებ 12-ზე და ბოლოს შეჭამ 8-ზე და შეჭამ სწორად, მაშინ არის დიდი შანსი, რომ ძალიან მშვენივრად და წყნარად იყო, ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათებში იკვებები, ისევ და ისევ მნიშვნელობა აქვს, რამდენ კალორიას იღებ. მაგაზე გამახსენდა. გუშინ ჩიარო მომცა მარიამა, დავალბე. აი ამაში. კეფირი ვიყიდე სპეციალურად 4-ხლარიანი. ხო და? აი აქ ამოჰკრეს ხელი და დამიყვარეს. თელჭიქა იყო. ლამაზ და თუნია ჭიქას ჩავასხირო, ამითი საღამოს შევჭამე. თან მინდოდა თქვენთვის მეჩვენე და ესე თელ მაგიდაზე იყო მოსხმული. და მე ვიშეცენანება ხოლმე გადახმა გადაყრა, ამაში კოლზით მოგროვდა ეს ყველაფერი. მე მაგის ჭამელი ახლა. მეთქი ერთხელ გავიკეთეთ კეპირი და ჩია და ესე გაყვა ქარს. ის მუსიკა დაანახვა მაღლა მე მგონი. კიდე ის მინდოდა ერთ კომენტარი პასუხი, მაგრამ მე ცალკე უპასუხებ. კვებაზეა ეგეც. მოკლედ მიყვარხართ კოცნით და დღეს გისურვებთ. ნახოთ აბა რას ვიზავ იმაზე, ფრჩხილებზე. აქ რაღაც მაქვს. ნახოთ რას ვიზავ ფრჩხილებზე. გადავწყვეტ და გეტყვით. გუში მინდოდა იმ გოგოსთან წასვლა და რავი არ მაქვს ადგილი და დღეს აზრიც აღარა აქვს აგერ. ლალი და გიორო არიან, ხო იცი, ძალიან საყვარლები არიან და გამოწერილი მყავს, მიყვარან ძალიან და იმიტომ რომ მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები, რომლებიც არიან ადამიანურები და რა ვიცი, ძალიან მომწონან. ეხლა ეტო ლალის ისეთი ლამაზი ფოტოსესია, ისეთი ლამაზები იყვნენ სამივე. სულად არის და ანუ ისეთი ლამაზი ფოტოსესია იყო, ღმერთო ისეთი სითბო იყო თვითონ წყვილს შორის და აი ეს დედა რომელიც ახლა სადაც არის უკვე გააჩენს შვილს, ღმერთო ისეთი სილამაზეა, ისე მოვიხიბლე, ისე გავბედნიერი და
მე ისეთი სევდა ვიგრძენი, რომ მე არც ერთ ჩემს შვილზე არ მომიფიქრებია, რომ გამეკეთებინა ფოტოსესია. არც კი მიფიქრია, იმიტომ რომ მე დენად არ ვიღებდი ჩემ თავს მომატებული წონით. იმდენად არ ვიღებდი, რომ არც ერთ მშობია ორსულობაზე არ გამიკეთებია ფოტოსესია. არა და ისეთი ლამაზი, წარმოგიდგენთ, რა ბედნიერება იქნებოდა ჩემს შვილებს, რომ ექნებოდა ესეთი ფოტოები. მოგოებო აუცილებლად გადაიღეთ, აი რა ვიცი, ისეთი ლამაზი, რომ აი რა ვიცი, ეგეთი ლამაზი ფოტო ალბათ სხვა არც იქნება, არც ერთი. რაღაცა სწავლის სილამაზე აქვს. იმდენი ხანი ვუყურებდი, ისე დავტკბი, მიხარია ხოლმე, რომ რაც მე ვერ გავაკეთე, ვერ მოვიფიქრე. ან რაღაცა ის სხვა გოგოს რო აქვს, ისე მიხარია ხოლმე, ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე, რომ აი რა ვიცი, აი თუნდაც მე არასდროს არ მწმია, აი ეს თეთრი საქორწილო კაბა. და რომ ვნახულობ ხოლმე, რომ გოგოები გამოდიან თეთრი საქორწილო კაბით და იქ არის მათი მამა, იქ არის მათი დედა და ქმარი, რომელიც დაინახავს და რომ ტირს, ანუ კაცის ცრემლები, რომელსაც უყვარხარ, რომ დაგინახავთ. მამა როცა ტირის, იმიტომ რომ შენ თხოვდები სიხარულისგანაც, ან სევდისგანაც. ანუ ისეთი რაღაცები, რაც მე არასოდეს არ მქონია და არც მექნება. ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე, რომ სხვას აქვს. და ისე, ანუ რომ ვუყურებ ხოლმე თითქოს რაღაც მეც მაქვს, იმიტომ მიყვარს გაზიარება, ვიდეო, ფოტო, რომ აი თითქოს მეც მაქვს. და ისე მიყვარს ხოლმე ადამიანებს, ვისაც შურს სხვის ის, რაც თვითონ არ აქვს. იმიტომ რომ როცა ხედავ, რომ სხვას აქვს რაღაცა შენ არ გაქვს, ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ეს არსებობს, ეს ხო იმას ნიშნავს, რომ მას ის ტკივილი არ აქვს და ისევდა რაც შენ და ეს ხო ბედნიერება. ისეთი ლამაზები არიან, რა ვიცი, სულ ბედნიერები იყავით ძვირფასებო, სულ ბედნიერები. საერთოდაც არ ვიჯავრებ ამაზე, ჩემი შვილები ჯანმრთელები იყვნენ და კარგად. არ არის ის სადარწენი, მაგრამ ნუ აი ქალები ესეთები ვართ. ესეთი პატარა რაღაცები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც მე თორნიკე პატარა რო იყო. ძალიან პატარა. უამრავი ფოტო მქონდა და იმდენად არ მომწონდა ჩემი თავი, რომ ყველა ფოტო წავშალე. ერთად რომლებიც ვიყავი, სადაც მე ვჩანდი, ყველა ფოტო წავშალე, მე ერთად ასულელი ვიყავი. როგორ შეიძლება საკუთარ თავს ესე არ იღებდე და არ გიყვარდეს, რომ არა უშავს, ყველაფერი ხდება. სამაგიეროდ ისევ მდგომარეობაში არ ვარ, როგორც მაშინ ვიყავი, მადლობა ღმერთს და ჩემ თავს. ხო შეიძლება და ახლაც იქ ყოფილიყავ. ღმერთო რა სილამაზეა, ორსული ქალი. არასდროს არ დაკომპლექსდეთ. ჩემი გამოცდილებით გეუბნებით გავაწრები, შეხედავთ იმ ფოტოებს და იტყვით ღმერთო, რა მშვენიერი ვიყავი. არაფრის გამო არ დაკომპლექსდეთ. გადაიღეთ ბევრი ფოტოები, შეინახეთ ბევრი ემოცია, ვიდეო და გავზიარეთ სხვებსაც. კი, იქნებიან ადამიანები, ვინც გასკდება და შეიძლება ცუდი რამეც გისურვოს, მაგრამ ის მაგას დაუბრუნდება უკან. და როცა ჩემნაირი ადამიანი ნახავს, რაღაც ისეც შენგანაც მას არ აქვს. ისიც იგრძნობს იმას, რაც თვითონ არ ქონია და ეს აუცრებაა. ეს არის ჩვენი დღევანდელობის ძალა, რაც მაგალითად ადრე არ იყო. იმიტომ რომ რაღაცა შენი თვალით არ ქონია ნახი, იმას ვარასდროს ნახავდი. ახლა კიდე ეს შესაძლებელია და ეს არც არის.